გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. მეგობრებო, მინდა შევეხმაროთ ძალიან მტკივნეულ და არ შემეშინდება ამ სიტყვის სენსიტიურ თემას. ეს თემა პოლიტიკოსების პასუხისმგებლობას ეხება. ვინმე მკითხავს, ახალი რა უნდა თქვა ამ მიმართულებით, ყველაფერი უკვე ვიცითო. დაგეთანხმებით, რასაკვირველია, ყველაფერი ვიცით, მაგრამ ეს ვიცით ჩვენ იმ თაობამ, რომელსაც ბევრი ჭირვარამი გამოიარა. ჩვენი ახალგაზრდა თაობა კი ალბათ ნაკლებად ერგევა ამაში და სწორედ აქ დგება მთავარი საკითხი. ვინ უნდა დაელაპარაკოს ახალგაზრდებს? თანაც ისე, რომ მათ საკუთარი არჩევანის გამო პასუხისმგებლობა იგრძნონ. არ ვიცი, ვინ უნდა იყოს ეს მშობელი, პედაგოგი, უფროსი ამხანაგი თუ ყველა ერთად, რათა მათ სიმართლე და ჭეშმარიტება შეაგნებინონ. თუმცა რა არის ჭეშმარიტება, როგორც ეს ცინიკურად ჰკითხა პონტიუს პილატემ იესოს. რატომ დავიწყე ამ თემაზე საუბარი? იმიტომ რომ ყველამ ვიცით, ვინ მართავს დღეს უკრაინას, ყოფილი კავენშიკი, ყოფილი მასხარა და ყოფილი შოუმენი. მიუხედავად იმისა, რაც მის ქვეყანას გადახდა, ამ ადამიანმა პოლიტიკური ჭკუა ვერ ისწავლა, ვერ გააცნობიერა, რას ნიშნავს პოლიტიკოსობა და საერთაშორისო დიპლომატია. ყველას გვახსოვს 9 მაისს მოსკოვში გამართული სამხედრო აღლუმის წინა დღეები. კიევის მთავრობისგან ისმოდა განცხადებები, რომ ისინი დრონებით ჩაშლიდნენ მოსკოვის აღლუმს. რასაკვირველია, ბევრისთვის ნათელი იყო, რომ ეს არ მოხდებოდა, რადგან საპასუხოდ კრემლს შეიძლებოდა სრულიად არაადეკვატური ნაბიჯი გადაედგა. რისთვის დაჭირდა ეს უკრაინის მმართველს? პონტისთვის. დიახ, შიდა და გარე მოხმარებისთვის, რომ ეჩვენებინა რა მაგარია და რისი გაკეთება შეუძლია. აღლუმმა მოსკოვში ყოველგვარი დადრონვის გარეშე ჩაიარა, თუმცა მანამდე მსოფლიოში ისეთი ტალღა აგორდა, რომ ზოგიერთი ცნობილი პოლიტიკოსი ზელენსკის ცრემლ ნარევად ეხვეწებოდა. არ გინდა ვოვა არქნა ეს, დაინდე პუტინი და ლავროვი, გაეხარონო. ბოლოს ზელენსკიმ თითქოს ნება დაართო პუტინს აღლუმი ჩაეტარებინა. დიახ, რაღაც სამასხაროა ბრძანებას გამოუცია და მსოფლიოს ეს ბრძანება გააცნო. ამან ჩვენს ზელენსკოფილებს იმხელა სიხარული მოუტანა, რომ აღფრთოვანებულები ყველას უმტკიცებდნენ. აი რა მაგარია ჩვენი ვოლოდიმერი, როგორ მოუჭოჭა იმ პატარა პუტინსო, ისე მოუჭოჭა, რომ პუტინი მთელი აღლუმის განმავლობაში ბუნკერში კანკალებდა და ცას შიშით უყურებდაო. ხომ იკაიფა ზელენსკიმ. ძალიან მაგრა იკაიფა, ისე როგორც შეეფერება მებრძოლი ქვეყნის პრეზიდენტს. იკაიფა და შედეგად რა მიიღო? შედეგად კი მიიღო ის, რომ 13 და 14 მაისს რუსეთმა უკრაინაზე უპრეცედენტო რაოდენობის დრონებითა და რაკეტებით მიიტანა იერიში. 1650 დრონი და 56 რაკეტა დღეღამის განმავლობაში. ეს გახდა ზელენსკის პროვოკაციის შედეგი. არ ვიცი, რამდენი ადამიანი დაიღუპა და რამდენი ობიექტი განადგურდა, მაგრამ თავარი ისაა, რომ თავად ზელენსკის ერთი ღერი თმაც არ ჩამოვარდნილა. რუსებს 10-ჯერ მეტი რაკეტაც რომ გამოიშვათ, მას არაფერი დაუშევდებოდა, რადგან დარწმუნებული ვარ, სრულიად უსაფრთხო ადგილას იმყოფებოდა და შესაძლოა კმაყოფილებისგან ხელებსაც ისრესდა. თუ ვინმე მეტყვის, რომ ამ კაცს რეალურად უნდა ომის შეჩერება, შევეწინააღმდეგები. თუმცა ის, რომ მას ომის დასრულება არ სურს, მგონი ჩვენი ნაცების გარდა უკვე ყველა მიცის. ერთ-ერთმა ნაცთაგანმა სიხარულით გამოაქვეყნა The Economist-ის ქარდი. თითქოს ბოლო 3 წლის განმავლობაში ინიციატივა პირველად გადავიდა უკრაინის მხარესო. მე რამდენად ვამბობ, უკრაინის ხელისუფლებისადმი არავითარი სიმპათია არ მაქვს გასაგები მიზეზების გამო. პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის მიმართ მათი უმადური დამოკიდებულების გამო, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც მიმაჩნია, რომ უკრაინელი ხალხი და სახელმწიფო აგრესიის მსხვერპლია და სამართლიანობით უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს, ხოლო აგრესორი საკუთარი მიწიდან განდევნოს. მაგრამ რეალობას თვალი უნდა გაუსწოროთ. ყველა წესითა და რიგით უკრაინა ომს ვერ მოუგებს
ბირთულ აგრესორს, რომელსაც სოფლიოში ყველაზე დიდი ბირთვული არსენალი აქვს, დიახ. აგრესორი ზარალდება, მაგრამ ის 5-ჯერ დიდია, უზარმაზარი რესურსი აქვს და ზელენსკის მსგავსად არც ისერიდება საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლის გაწირვას. ზელენსკი კი ისევ თითქოს კვლავ კავეენის სცენაზე დგას. როგორც ოსტაპ ბენდერი იტყო და მისგან პოლიტიკოსი ისევე არ გამოვა, როგორც ძაღლის კუდიდან საცერი. 6 წელი თუ ვერ ისწავლა, 66 წელიც რომ იყოს პრეზიდენტი, მაინც არაფერი ეშველება. რიცხვი 66-ის შემთხვევით არ მიხსენებია. ამასთანავე ტაკერ კალსონთან ზელენსკის ყოფილი პრესპიკერი იულია მენდელის ინტერვიუს მოусმინე. ბევრი რამ მეხამუშა, ჭორაობასაც კი გავდა მისი მოსაზრებები, მაგრამ ერთი რამ მენიშნა. იულიამ თქვა ანდრეი ერმაკს უთქვამს, ჩვენ აქ სამუდამოდ მოვედითო. გამახსენდა გიორგი ბარამიძე სააკაშვილის ჩრდილი რომ იყო და არის. მან თავის დროზე თქვა, ჩვენ 30-40 წლით ვართ მოსულებიო. როგორც ჩანს, ბარამიძე ერმაკზე უფრო მორიდებული ყოფილა. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით გალანდია.